შუაღამეა და იმ ერთადერთ მეგობარზე ვფიქრობ, კეისარს რომ ყავდა. თან ის მეგობარი მისი პირადი მკურნალი ექიმიც იყო, მხოლოდ მის განღებულობდა წამალს და მხოლოდ მას უსმენდა. ერთხელ ანონიმური წერილი მიიღო, სადაც ეუბნებოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ ერიდეთ თქვენს მეგობარს, ერიდეთ ექიმს, მას თქვენი მოკლას სურია და სწადიაო. მალევე ცუდად შეიქმნა კეისარი და მკურნალ ექიმს მის მეგობარს უხმეს. შემოვიდა, გასინჯა, გამოელაპარაკა და წამალიც გაუწოდა. ამ დროს კეისარმა ეს წერილი გაუწოდა, რომელიც მიიღო ანონიმურად. სანამ ეს ექიმი და მისი მეგობარი წერილს კითხულობდა, კეისარმა წამალი გამოართვა და დალია. გაოგნებულმა და გაფიქრებულმა მკურნალმა კითხა, კეისარო, რა შვებითო, თქვენ ხო გეუბნებოდნენ, რომ ჩემი ხელით უნდა მომკვდარიყავიო. მერჩევნია, რომ ჩემი მეგობრის ხელით მოვკვდე და ვიცოდე, რომ ის ჩემი მეგობარია. ვიდრე არ ვენდობოდე ჩემს მეგობარსო. ძალიან დიდი მორალია ამაში. თუ მეგობარია, მეგობარს უნდა ენდობოდე. თუ მეგობარია, როგორც იტყვიან, მისი ხელი უნდა გეჭიროს და მის გულისცემას გრძნობდე. სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ დროის და შემთხვევითობის შედეგია შენს გვერდით.